20-30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რექტორის არჩევნებისთვის ემზადება, რატომ გადაწყვიტა განათლების მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილემ რექტორობისთვის ბრძოლა და რას პასუხობს მისი არჩევის მოწინააღმდეგე სტუდენტებს. გია შარვაშიძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო გია, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან სტუმრად სტუდიაში. ბატონო გია, ვიდრე რექტორის არჩევნებზე ვისაუბრებთ, მანამდე მინდა დღეს რაც მოხდა და რაც გაცხადა და გასაჯაროდა სწორედ იმ თემას შევეხო. ეს არის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ქუთაისში. თქვენი აზრი მაინტერესებს. რატომ არის მისი აშენება ასეთი მნიშვნელოვანი? რა შეიცვლება განათლების სისტემაში? მოგესალმებით, უპირველესად დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღეს მართლაც განსაკუთრებული დღე არის, განსხვავებული დღე არის. მე ვიტყოდი, რომ მსგავსი პრეცედენტი მე მგონი საქართველოს ისტორიაში და რეგიონის ისტორიაში არ მოხდარა. ეს არის უზარმაზარი ინვესტიცია, რომელიც ხორციელდება უმაღლეს განათლებაში და მეცნიერებაში. ეს გახლავთ 1 მილიარდი ევრო. 1 მილიარდი ევროს გარდა არის ძალიან დიდი სასწავლო კორპუსების მშენებლობა დაგეგმილი არის თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვა ამ კორპუსებისა, სამეცნიერო ბაზების მოწყობა და ეს ყველაფერი დაკავშირებული არის არა მხოლოდ სწავლებასთან, არამედ მეცნიერებასთან, მეცნიერების განვითარებასთან, რაც ყველაზე მთავარია ალბათ ყოველივე ჩვენთაგანისთვის, ეს არის მდგრადი განვითარება საქართველოს ეკონომიკის და საქართველოს ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რომელიც წარმოუდგენელი არის ადამიანური რესურსების გარეშე, წარმოუდგენელი არის აი ინჟინერიაში, კომპიუტინგში და ასე შემდეგ. ესეთ პოტენციალის შექმნის გარეშე. ბატონო გია, რადგან ადამიანურ რესურსებზე საუბრობთ, აქვე აუცილებლად უნდა გითხოთ, საქართველოში არსებული განათლების სისტემა და ეს რესურსი, რაც ჩვენ გვაქვს, რამდენად არის მზად პროფესორ-მასწავლებლების მომზადების, გადამზადების თვალსაზრისით, როგორ განვითარდება მოვლენები, რომ ვთქვათ, აი ამ მასშტაბის ამდენად დიდი და მნიშვნელოვანი პროექტ შევეჭიდოთ? ძალიან დიდი პროექტია გეთანხმებით, თუმცა ეს პროექტი არ უნდა გვაშინებდეს თავისი ზომით, მთავარი არის შინაარსი და მთავარი არის ხარისხი. ხარისხი სწავლებისა, ხარისხი იმისა, თუ რა დონის პროფესორია გვეყოლება და ვთქვათ, მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი. ძალიან ბევრი გამოსავალი არის და საერთოდ ძალიან ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს რამოდენიმე პარტნიორთან. ეს არის ამერიკული შეერთებული შტატების რამოდენიმე წამყვანი უნივერსიტეტი, ეს გახლავთ ევროპაში, გერმანიაში რამოდენიმე წამყვანი უნივერსიტეტი და იაპონიის წამყვანი უნივერსიტეტები, სადაც ჩვენ ვაპირებთ, რომ ძალიან სერიოზულად მოხდეს დაწყვილება სასწავლო პროგრამების, მოხდეს ეს ვთქვათ, დაწყვილება სასწავლო პოტენციალის და მოხდეს ის, რომ განათლების ხარისხი და დამადასტურებელი, ხარისხის დამადასტურებელი დიპლომები გაიცეს ერთობლივად ბევრი მიმართულებით. ეს არის ერთი გზა, რომელიც მოგცემს ჩვენ საშუალებას, რომ საქართველო მართლა გახდეს ჰაბი მთელი რეგიონისთვის და აქ მოხდეს მეორე რამ დაბრუნება, რეინტეგრაცია იმ ქართველი მეცნიერებისა, წარმატებული ქართველი მეცნიერებისა, რომლებიც დღეს მუშაობენ სხვადასხვა უნივერსიტეტებში, სხვადასხვა კვლევით ცენტრებში. ანუ ეს მოგცემს მეორე საშუალებას, რომ დავაბრუნოთ ეს პოტენციალი საქართველოში და გამოვიყენოთ იმისათვის, რომ გავზარდოთ მომავალი თაობა. და მესამე მიმართულება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი არის, მე ვახსენე, ეს იქნება სამეცნიერო პოტენციალის გაღრმავება, აქ არის იმპლიკაცია იმაზე, რომ გამოყენებითი მეცნიერება უნდა გავითარდეს, კომერციალიზაცია უნდა გავითარდეს და ის, რასაც ჩვენ ვეძახით, რომ ცოდნის გადაცემის ჰაბი უნდა მოხდეს, აი knowledge transfer, რასაც ქვია, ეს ადგილი უნდა გაჩნდეს, რომელიც შეუწყობს ხელს ინდუსტრიულ განვითარებას რეგიონის. და ის, რომ დღეს ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება ინვესტორი ვერ შემოდის, იმიტომ რომ არ ყავს ტექნიკოსი, არ ყავს ინჟინერი და ასე შემდეგ, აი ეს პრობლემა მოიხსნება საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ და არა მხოლოდ საქართველოში. გასაგებია, პროფესორ-მასწავლებლებს რაც შეეხება, მე კიდევ ერთხელ მინდა ამასთან დაკავშირებით გითხოთ, თქვენ განაცხადეთ, რომ თქვათ იმ ადამიანების, რომლებიც იგივე დასავლეთის და წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობენ ლექციებს, მათი დაბრუნება, მეცნიერების დაბრუნებაც მოხდეს საქართველოში. რა მოხდება ჩვენთან საქართველოში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებთან მიმართებაში? მოხდება მათი გადამზადება თუ უკვე ვთქვათ, შეესაბამებიან იმ სტანდარტებს? ძალიან ბევრი კარგი მეცნიერი მუშაობს, ბევრი კარგი პროფესორი ყავს საქართველოში და ამათ ექნება საშუალება იმუშაონ როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში და კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან საინტერესო არის, გამოყენება, ერთობლივი გამოყენება სხვადასხვა კვლევითი აპარატურის, კვლევითი მოდულების და ძალიან საინტერესო მოდულური სისტემა არის ჩამოყალიბებული, სადაც ვთქვათ, იგივე ლაბორატორიები, ლეგოს პრინციპით არის აწყობილი, ანუ როგორ განვითარდება სხვადასხვა მიმართულებები, იმას მიყვება კონცეფცია თვითონ საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარების. ეს გვაძლევს ერთ მხრივ საშუალებას იმისა, რომ ძალიან ბევრი ახალი სპეციალობა შემოვიტანოთ და მეორე მხრივ აუწყოთ ფეხი იმ ფერხულს, სადაც არის განვითარება მეცნიერებაში. დღეს თანამედროვე მეცნიერება სადაც კეთდება. ჩვენ გონია, რომ ძალიან ბევრი მეცნიერი ჩამოვა, მაგრამ
ჩვენ გვაქვს კარგი პოტენციალი და რაც თავარია ახალგაზრდების აღზრდა, ახალგაზრდა დოქტორანტების აღზრდა, მათი წარგზავნა სხვადასხვა ქვეყანაში, წამყვან უნივერსიტეტებში, ეს მიმდინარეობს საქართველოს უკვე საქმიანობა, შემდგომ მათი დაბრუნება უნივერსიტეტებში, არა მხოლოდ ტექნიკურ უნივერსიტეტში ქუთაისში, არამედ სხვა უნივერსიტეტებში და შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდება და არა მხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ ის პოტენციალი, რომელიც არის გვაკუთხედი ნებისმიერი განვითარებისა, ეს არის ინტელექტუალური პოტენციალი. გასაგებია, მესმის რომ ეკონომიკურ მიმართულებაზე თქვენ არ მუშაობთ, თუმცა იქნებ ზოგადად მაინც მითხრათ, რაც შეეხება თვითონ მოსახლეობას, ანუ ქუთაისში ცხოვრებ მოსახლეობას, მათზე რა გავლენას და პოვებს და როგორ აისახება? რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან პოზიტიური გავლენა, იმიტომ რომ დაწყებული იმით, რომ ეს არის უზარმაზარი ინვესტიცია, რომელიც სექტორში. ბევრი ამ დაწყებული იქიდან, რომ ბევრი სამუშაო ადგილი იქნება, უკვე შეიქმნება იმით, რომ დაიწყება მშენებლობა უზარმაზარი კომპლექსის. ეს გახლავთ 140 გექტარზე მეტი, მილიონი კვადრატული მეტრი სასწავლო და სასწრელი აუდიტორიები, ლაბორატორიები და ასე შემდეგ. ანუ ეს არის უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც მართლა გათვლილი არის 60,000 სტუდენტზე მაქსიმუმზე რო გავა. ეს არის, რა თქმა უნდა, 1 წლის და 2 წლის საქმე, მაგრამ იდეაში ეს არის ის ზღვარი და რა თქმა უნდა, ის სტუდენტები, რომლებიც შემოვლენ დასავლეთ საქართველოში, ის სტუდენტები, ვინც ისწავლის იქ, ის ვინც ასწავლის და ასე შემდეგ და დამხმარე ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ მთლიანად ეს კემპუსი არის სხვანაირი. ეს არის თანამედროვე კემპუსი, თავისი ყველაფრის სტუდენტური ცხოვრებით, საერთო საცხოვრებლებით, პროფესორების საცხოვრებელი სახლებით, რომლის ანალოგი საქართველოში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში არ არსებობს. ბატონო გია, თქვენს გადაწყვეტილებას რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით, მინდა გითხო დაახლოებით 5 წუთი დაგვრჩა და რაც შეიძლება ბევრი საკითხი და დეტალი მინდა მოვიცვა. რატომ გადაწყვეტეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობა? უპირველესად გადავწყვიტე რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ უნივერსიტეტელი ვარ და ძალიან მტკივა უნივერსიტეტი. და დღეს ხედავ რომ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი რამ არის შესაძლებელი. რეალურად, კრიზისული მდგომარეობა არის. თქვენ იმ შემთხვევაში თუ აგირჩით? მე უპირველესად მინდა რომ შევცვალო თუ აკადემიური საბჭო ამირჩევს ამ თანამდებობაზე, მე მინდა შევცვალო მმართველობის სტილი, უნდა მოხდეს მაქსიმალური დეცენტრალიზაცია. და არ უნდა მოხდეს რექტორის პოზიციაზე გაჩერება, ესე ვთქვათ, მთელი ავტონომიის. უნდა შედგეს ბოლოს და ბოლოს საქართველოში უნივერსიტეტის სრული და უპირობო ავტონომია და უნივერსიტეტი უნდა გახდეს გამკარგველი თავისი ფინანსური რესურსების, თავისი მატერიალური ბაზის და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება სასწავლო პროცესს და ასე შემდეგ, უნდა მიიღოს უნივერსიტეტმა დამოუკიდებლად. უნდა გაიმიჯნოს სახელმწიფოს და უნივერსიტეტების კომპეტენცია ამ მიმართულებით. კიდევ ერთი რამ ეს არის დაფინანსების სისტემა, რომლის ინიცირებასაც ჩვენ ვაპირებთ, უნდა შეიცვალოს ის დაფინანსების სისტემა, რომელიც დღეს არის საუნივერსიტეტო სივრცეში და მე მგონია და მჯერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს იმის ძალა, რომ გამოვიდეს ეს ვთქვათ ინიციატორი ამ დიდი ცვლილებებისა. ამაში ვაპირებთ ჩავაბად ყველა ვინც დაინტერესებულია უნივერსიტეტის სწრაფი და მდგრადი განვითარებით. ეს იქნება სტუდენტები, ეს იქნება პროფესორები თუ მეცნიერები. რექტორობის წინააღმდეგები არიან სტუდენტები, თვითმმართველობის წარმომადგენლების გულისხმობ ამ შემთხვევაში და ასევე აუდიტორიას 15 წევრები ციტატა მინდა წავიკითხო, თვითმმართველობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ განათლების სამინისტრო ერევა უნივერსიტეტის საქმიანობაში, ეს არის კონკრეტული სამინისტროს მხრიდან გამოჩენილი ჩარევა უნივერსიტეტის ავტონომიაში, უნივერსიტეტში რექტორის პოზიციაზე მინისტრის მოადგილეების გადმოსვლა უნდა დამთავრდეს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრმა ეს ბახვა კვირიკაშვილმა გააკეთა ამ ტიპის განცხადება. არის ეს უნივერსიტეტის ავტონომიაში ჩარევა. თქვენ როგორ ფიქრობთ? უნივერსიტეტის ავტონომიაში ჩარევა იქნებოდა, თუ მართლა გადასვლა მოხდებოდა. არავითარი გადასვლა არ ხდება, მე დავტოვე ჩემი თანამდებობა, ჩემივე განცხადები და ჩემივე თხოვნით გამათავისუფლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. იყო ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილება? გასაკვირველი ეს იყო პირადი გადაწყვეტილება, თუმცა ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ძალიან დიდი სამუშაო შრომატევადი გეტყვით. ეს იყო სამუშაო, როდესაც ჩვენ ვფიქრობდით იმაზე, თუ როგორ შეიძლება თქვათ გამოსვლა იმ ჩიხური მდგომარეობიდან კრიზისის დაძლევა, რომელიც ჩამოყალიბდა რეალურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღია მმართველობით მაქსიმალური ჩართულობით ყველა დაინტერესებული მხარის ყველა პროცესებში. იმიტომ რომ ახაც ვახსენეთ ჩვენ, რომ გადაადგილებები და ასე შემდეგ უნდა დამთავრდეს, უნდა მოხდეს, არის ერთგვარი დამოკიდებულება, რომ რაღაცნაირი ჯგუფები, ცალ-ცალკე ერთმანეთს არ ველაპარაკებით და ასე შემდეგ. მე მაინც მგონია, რომ ეს არის საქვეყნო საქმე, უნდა გავერთიანდეთ უყველა ერთად და ყველა
ყოველი სტუდენტი, ეს იქნება ერთი დაჯგუფება, მეორე, მესამე, მეოთხე, არიან ეს ჯგუფები მზად იმისთვის, გაერთიანებისთვის, თქვენ როგორ გაერთიანების გარდა უნდა დაიწყოს დიალოგი. აუცილებლად უნდა გადავიდეთ დიალოგის რეჟიმში, სულ ყველა ერთად. და უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა. და რაც შეეხება ვინ იქნება რექტორი, ალბათ ყველაზე უკეთესად ამაზე იმედყოლეს ის კონცეფცია, განვითარების გეგმა, რომელსაც კანდიდატები, რომელსაც წარმოადგენენ სხვადასხვა რექტორობის კანდიდატები. ბატონო გია, მაშინ როდესაც იყავით განათლების მინისტრის მოადგილე, საინტერესოა, ქონდათ შეხვედრები და ქონდათ გარკვეული კომუნიკაცია ამ ჯგუფებთან, ეგრეთ წოდებულ ჯგუფებთან. არის იქ თქვათ აი ამ დიალოგის წარმოების რესურსი, როგორ ფიქრობთ? რასაკვირველი არის უზარმაზარი რესურსი, რომელიც გამოყენებული ჯერ არ არის. რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა ინტერესები, ბევრი ინტერესები დავარქვათ ესე, მაგრამ აქ თავარი არის ის, რომ ორივე მხრიდან თუ რა, ბევრი მხრიდან უნდა იყოს სურვილი იმისა, რომ ყველა საკითხი გადაწყდეს ცივილურად, მოლაპარაკების მათი მხრიდან სურვილი თუ არის ამის? არის მზაობა, სხვადასხვა სიგნალები მოდის სხვადასხვა და არის მზაობა ჩვენი მხრიდანაც, ჩემი პირადად მხრიდან კონკრეტულად, რომ ვისაუბროთ ნებისმიერი სტუდენტების ჯგუფთან იქნება თუ ინდივიდუალურ სტუდენტებთან, ნებისმიერ საკითხებთან დაკავშირებით. კომუნიკაციას აღადგენთ, ასე ვთქვათ, მანამდე კიდევ ერთი ციტატა მინდა წაკითხოთ. ირაკლი კუპრაძე, აუდიტორია 115-ის წევრი, ამბობს, რომ აკადემიური საბჭოს წევრები ადასტურებენ, რომ მათ ურეკავენ სამინისტროს კონკრეტული დეპარტამენტებიდან და სთხოვენ გია შარვაშიძეს დაუჭირონ მხარი რექტორის არჩევნებში. მაგალითად, აგვისტოში, როცა ყველა შეებულებაში იყო დაიბარეს აკადემიური საბჭოს წევრები, კონკრეტულად გია შარვაშიძეს ჰქონდა შეხვედრა მათთან, იქ გადაწყდა, რომ სწავლის დაწყების თარიღი უნდა ყოფილიყო ოქტომბერი, ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარებულიყო მკვდარ პერიოდში სტუდენტების გარეშე. ეს არის მანიშნებელი, რომ ისინი აპირებენ უნივერსიტეტის ხელში ჩაგდებას. რა პასუხი გაქვთ ბატონო გია? ძალიან საინტერესო რიტორიკა არის სხვათა შორის, ჩაგდებას აპირებს ვიღაცა უნივერსიტეტის ხელში და ასე შემდეგ. მე არ ვარ იმ განწყობაზე, რომ ესეთი რაღაც დაპირისპირებული მხარეები არის. აქ საუბარი თუ არის იმაზე, რომ კონკრეტულად გია შარვაშიძესთან იყო აკადემიური საბჭო შეკრებილი, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, მსგავსი ფაქტი არ მოხდარა. თუ იყო ცალკეული ჩარევა ნებისმიერი თანამშრომლის, ამ თანამშრომლს ალბათ აქვს სახელი და გვარი და ალბათ ირაკლი კუპრაძე გაგვინდობს ამ სახელებს და გვარებს იმ ხალხისა, ვინც ეწოლას ახორციელებდა. მე კიდე ერთ რამეს ვიტყოდი, დავამატებდი, რომ ზეწოლა საერთოდ არ უნდა მიმდინარეობდეს არავის მხრიდან აკადემიური საბჭოს წევრებზე და მათ უნდა ქონდეთ საშუალება, რომ ცივილურ გარემოში მიიღონ ის გადაწყვეტილება, აკადემიური საბჭოს წევრებზე, რადგან თქვენ თქვით აქედან გამომდინარე, მაინტერესებს, მიმდინარეობს ზეწოლა, ან მიმდინარეობდა ზეწოლა, თუნდაც რომელიმე ჯგუფის მხრიდან? როგორც ყოველთვის ნებისმიერი არჩევნების დროს ვერ გამოვრიცხავ, რაღაც სახის ზეწოლები რა თქმა უნდა არსებობს, თუმცა არ ვიცი, ახლა ეს პოლიტიკური იქნება, სტუდენტური იქნება თუ სხვა იქნება, ყოველ შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრები არიან, ასე ვთქვათ, ზრდასრული ადამიანები, რასაკვირველია, პროფესიონალები, პროფესორები და მათ აქვთ უნარი იმისა, რომ გაუძლონ ნებისმიერ სტუნებას და ნებისმიერ ზეწოლას. თუ სხვისი დახმარება ჭირდებათ, ამისთვისაც არსებობს ლეგალური საშუალებები და ეს გზებიც უნდა ნახონ. ბატონო გია, ჩვენ ბუნებრივია დავაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს, როგორ განვითარდება მოვლენები და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში კვლავ გნახავთ ახალი ამბებით უკვე ისევ ჩვენთან სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვიჭერეთ, რომ 20-30 შეკითხვებს გია შარვაშიძე პასუხობდა.